მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში ლიტერატურა, თანაც დასავლური ლიტერატურა. ეს გარკვეულწილად ეს შემოქმედება, მისი და თქვენი საერთო შემოქმედება არის თითქოს ჩვენი შანსი გავაცნოთ, გავიტანოთ, ვაჩვენოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი სათქმელი. ამაზე მინდა რომ ისაუბრო, აი ამ ენაზე, რითაც თქვენ ესაუბრებით დანარჩენ მსოფლიოს. საქართველოს ხმაზე ვთქვა. დიდი მადლობა რომ აი ამ თემითაც დაინტერესდით, ხო? მე ვფიქრობ რომ რაღაც მხრივ შეიძლება ამ მონოგრაფიის განსაკუთრებულობა თუ შეიძლება ასე ვთქვათ იყოს ის რომ აი სწორედ აი ამ ფორმას ეხება ეს წიგნი. როგორ შეიძლება რომ სიტყვა იყოს გარდასახული მუსიკალურ ფორმებში, მუსიკალურ იდეებში, სიტყვის იდეა, სიტყვის ფორმის მნიშვნელობა, როგორ შეიძლება იყოს გარდასახული მუსიკალურ იდეებში და ამან როგორ შეიძლება წარმორქვას მოძრაობა. და ეს მოძრაობა იყოს ქორეოგრაფიული პლასტები, ფიზიკური პლასტები, აი ის, რასაც რეალურად მარიამი ქმნის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რა ტექსტებზე დაყრდნობით, ანუ რა სიტყვის მნიშვნელობაზე დაყრდნობით ხდება აი სწორედ აი ამ ფორმების, ამ ახალი ფორმების გამოკვეთა, გამოსახვა. ეს არის ევრიპიდე, მისი მედეა, თუ ოვიდიუსის მეტამორფოზები, დანტეს ღვთაებრივი კომედია, შექსპირი და რა თქმა უნდა, კი ბოეთიუსის ფილოსოფიის ნუგეში და ჯოისი და მისი სამყარო და რა თქმა უნდა მარიჯანი და მისი პოეზია და მისი დღიურები. შეიძლება ლიტერატურულ ტექსტებზე ბევრი რამ იყოს თქმული და ეს ტექსტები ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ როგორ მიგაქვს შენ იმ სამყაროსთან, რომელთანაც შენ გაქვს დიალოგი და ეს დიალოგი არის დასავლური ცივილიზაცია, მისი მსოფლმხედველობა, მისი ლიტერატურა, მისი გარკვეულწილად აი ეს ფუნდამენტები, რაზეც დგას ეს ცივილიზაცია, როგორ ელაპარაკებენ ღირებულებითი შეიძლება საფუძვლები, აი შენ თანამედროვეობაში როგორ ესაუბრები ამას, როგორ ელაპარაკები ამის შესახებ, როგორ ელაპარაკები ამ დიდი ტექსტების შესახებ. აი ეს წიგნი თითქოს აი ამას უჩვენებს, როგორ იქნება ამ ტექსტებიდან, ამ სიტყვიდან, სიტყვის ფორმიდან, სიტყვის მნიშვნელობიდან დიდ ფართოგაგებით მუსიკალური ფორმები, მუსიკალური იდეა, ну სიტყვა როგორ აძლევს ბიძგს, რომ შეიქმნას მუსიკა, შეიქმნას ის, რაც ყველა ადამიანზე განსაკუთრებულად მოქმედებს და ამის შედეგად როგორ შეიძლება შეიქმნას ის ფორმები, რომელიც მიდის პირველ მეტაფორას, ანუ პირველ სიტყვასთან და სიტყვის პირველად მნიშვნელობასთან. და როგორ შეიძლება რომ აი ამ სიტყვამ გააერთიანოს ადამიანი, როგორ შეიძლება რომ აი ამ სამყაროები, სოფხედველობები, როგორ შეიძლება რომ ეს ენა, აი ეს მხატვრული ენა იყოს გასაგები, მისაღები და გარკვეულწილად ერთ სივრცეში გასაერთიანებელი. აი მე ვფიქრობ რომ მარიამს ეს ენა ნაპოვნი აქვს და ეს არის მისი ინდივიდუალური ხელწერა. ასე რომ აი ეს მონოგრაფია სწორედ არის ერთი მხრივ ლიტერატურაზე, მაგრამ მეორე მხრივ აი ამ ლიტერატურიდან ამოზდილი სიტყვის და სიტყვის ფორმის, აი ამ იდეების, აი ამ შინაარსის, ამ ამბების მუსიკალურ ფორმაში გარდასახვაზე და რა თქმა უნდა თანამედროვე საბალეტო ქართული ქორეოგრაფიით მოთხრობილი. ასე რომ ინტერმედიალური